თოთხლაზე დავითი ვახტანგიზე ამიყვანეს ზევით რა ზღვაზე იქ სროლები რო დაიწყო და ვიყავი იქ კიდოვანის იმაში იმათი შტაბი იყო რა ყველაფერი ასაცხელავთ იქ მოხდა რა რომელი რიცხვი 4 რიცხვი იყო რა ის სროლები რო მოხდა 4 რიცხვი იყო რა ეხლა გამომიშვეს გამცვალეს ეს ავღანეთთა კავშირი ჩაერია გიორგაძეს გამსვალეს მაგით ესე იგი ავანტყოფს თავის არეში ქონდა მიყენებული ძირითადად სახის არეში ძლიერი ნაცემის გამო ეტყობა მიყენებული ძლიერი ტრავმა ესე იგი ცხვირის არეში და მარცხენა თვალის არეში რაც გამოიხატებოდა გემატომით და ჭრილობებით ცხვირის არეში. აგრეთვე ხელის არეში ქონდა მიყენებული ჭრილობები, ეტყობა რაღაც დამწრობის ხასიათის იყო ზურგის არეში, მხრების არეში და ხელის არეში. აგრეთვე გემატომა მარჯვენა ხელის არეში და საკმაოდ მფრინავი მთელი სხეულის დაჟიჟილობა. აი ეს რაც შემიძლია გითხრათ. თქვენ იმუშავეთ ახლა? იყოს სიტუაცია. დამწრობის. პატარა არის. პატარა. აი ეს იმუშავეთ ახლა. ასეთივეა აი აქ. ესეც გავხსნა? არა. ხო. აი აქ სადაც აი აქ ზუსტად ესეთი იყო უფრო დიდი. ასეთი დასროლა. დაჟიჟილება უფრო ძლიერი. შევხსნა? არა. აღარ გიხარდა ცოდვა და აი აქაც ეგეთი ეს ვიდეო ახლის მიიტანა. დამწარია ეგეთ დამწრობა რა? ახლა ის წამალია ხო? კატეგორია რა, რომელი კატეგორიის დამწრობა? ეს იქნება მეორე კატეგორია. დაუხმობთ. აი ეგრეასთან რა ხდება? იგივე. აი ეს ჩაუჯო გემატომა.
Abi da. Xamoდი წინიდან მოსწინე. Ani aracli. ხო, მაშინ თვალი თუ დაუჯი, თვალი გამოაჩინეთ ლურჯი. პერსაჩული. თვალი რომული რომ ამქვია სახელი გუშინ საღამოს დამაკავეს თემქაზე ასასვლელთან ზღვის ასასვლელთან დამაკავეს იყვნენ იარაღები ავტომატი ქონათ მუხა ქონდათ სასრული და მიმიყვანეს იქ ჩემი მანქანით ვიყავი საკუთარი მანქანით მიმიყვანეს შტაბში იარაღი ქონდა? მე ტაბელური მაკაროვის სისტემის იარაღი მქონდა ჩემი იარაღი ამომიღეს და მიმიყვანეს შტაბში თავიანთ შტაბში იქ შემიყვანეს მანქანა და გააჩერეს იქ დაიტოვეს მანქანა და ამკითხეს შემეკითხნენ მისამართებს ვისი მისამართი იციო დიდი ხანი არ მუშაობ მეთქი არავის არ ვიცნობ იმდენად მისამართები არ ვიცი მეთქი მე დამისვეს რაღაც შეკითხვები და ჩამიყვანეს ქვევით ამასთან ამის გვერდით საკანევით იყო რაღაცა მოწყობილი ოთახი იქ ვიყავი მოდიოდნენ ნახო ბიჭები იქაური გვარდიელები და ზოგი მას მეკითხებოდა ზოგი ამას ფიზიკურად თუ შეგეხო ფიზიკურად დაკითხვის დროს ერთხელ დღეს ეს უცემეს მე რაღაც შემოვიდა კიდე იმანს მარტყაპატარაზე რა მაგრამ იქ ისინი ვინც იყვნენ იქ ყარაულები ვინც იყვნენ ავტომატებით 1-2 ბიჭი კაი ბიჭები იყვნენ ისინი იმათმა ამასაც იმათმა უშველეს და მეც თითქმის რა რო არ ვეცემეთ და ვინ აქტიურობდა თქვენს ცემაში არ ვიცი ერთი ნასვამი იყო მე მგონი რა სახელი გვარი არ ვთქვა არა არ ვიცი ისეცვა ფორმა იცვა ეს გვარდიის ფორმა იცვა ერთი იყო და მეორეს გვარდიის ფორმით იყო მაღალი ზარავი ბიჭი იყო მიზეზი მაინც რა იყო რა მიზეზით გცემდნენ რატო გხოცავ რას გვერდში რა გინდათო ეს მიზეზი იყო ეს ამით შემოვიდნენ ესიც მაგიტოცემ ეს ამასაც მივიდნენ შემოგვიკალითო და დასაწყვილები ხართ ყველანი მე რა უნდა მეთქო ხმას არ ვიღებდი რა გაჩვენებულიყავი როგორ გამოგიშვეს მე დღეს ეხა საღამოთი მოვიდა იმათი ჩისავოი იყო ის კაი ბიჭი ჩანდა ის წამოგვიყვანეს ავტომატებით მე და ეს სადაც მაგათი ის არის საკონტროლო პუნქტი მანდ მიგვიყვანეს და იქ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩაგვაბარეს იმათ ჩაგვსვეს მანქანებში რაღაც სილაპარაკეს და გამოგვიშვეს ეს პირადი ნივთები და ეს დაიტოვეს ყველაფერი როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა შთაბეჭდილება როგორ გითხრათ ახლა იქ არიან რამოდენიმე ბიჭი არის მე როგორ შევატყვე რომ არ ვიცი მოტყვებით არიან არ ვიცი ისი არიან მაგრამ არიან ისეთებიც რომ არ ღირს ერთად ლაპარაკის ერთთან 1-2 ბიჭი ნორმალური ბიჭი იყო მე მგონი თანახმაც არიან აქეთ სამოსვლაზე რა ასაკის ხალხია
წლოვანებით ერთი პატარა ბიჭი იყო, კაი ბიჭი იყო ერთი, დაახლოებით 16-17 წლის იქნებოდა. ორნი იყვნენ დაახლოებით 22-21 წლის. დანარჩენები აი 40 წლისაც ალბათ. ეს დიდები 28 წლისზე ვითარბათ. გაწვეული გვარდიელები, აი რიგითები 17-18 წლის ბიჭები თუ შეხვდა. არა, აი სამი ბიჭის მეტი არა. ერთი ბავშვი იყო და ორი ბიჭი იყო. მეტი არავინ არ დამინახია. აი როცა მიგიყვანეს თვითონ აი როგორი სიტუაცია იქ. შტაბი აქვს თავისი, ოფიცერი იყო ვიღაც. მან დამკითხა, შემეკითხა რაღაცები, მანქანის საბუთების, პირადობის მოწმობა, მანქანის მართვის მოწმობა ეგენი ჩავამართვეს. საათი, რაც მქონდა ყველაფერი რა. ესე კონკრეტულად რა ადგილას დაგიჭირეს? თემქაზე, თემქის სასასვლელთან ეს გზა როგათის. ჭალისკენ მიმავალი გზა როგათი. არა, ქვევით რო ჩამოდის გზა, თემქიდან მუხიანიდან რო გადმოდიხარო თემქაში და ქვევით ხო ზღვის სასასვლელი როა ეგ. რომელი საათი? საათი დაახლოებით იქნებოდა ესე 11 საათი. ხო. და გადაჭერეს ავტომატებით? გამაჭერეს ავტომატებით იყვნენ და მე ჯერ ვერ გავიგე, იმიტომ რომ იქ მილიცია იყო ხოლმე ყოველთვის რა ადრე და მეთქი ალბათ ჩვენი გვარდია თუ ამეთქი რა. მაგრამ მე უკვე სხვები იყვნენ. ისინი იყვნენ. მივხვდი, მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა არაფერს, იმიტომ რომ ისროდნენ. და სხვა ვინმე თუ ყავდათ კიდე, როდესაც მიყვანეს იქ დაკავებულები, ან და იმ ადგილას თუ აჩერებდნენ სხვას, ან გაჩერებული თუ ყავდათ? იქ ქვევით სარდაფში მე და ეს ვიყავით მარტო. და სადაც გაჩერეს იქ იყო გაჩერებული სხვა მანქანა? არა. მარტო მე ვიყავ. შერჩევით აჩერებენ? არ ვიცი ხა ეგ როგორ, მაგრამ მე დავიბენი ვერ გავიგე, მე ჯერ თავიდან ეს ჩვენი გვარდია მეგონა მეთქი ალბათ. ისინი არიან, მაგრამ მე უკვე მივხვდი და აღარ გამაჩერეს იქ დიდხანს უცებ ჩავსვეს მანქანაში წავამიყვანეს. იარაღი ეგრევე ჩავამართვეს უცებ, ვერც მოასწავლიერებს. აზროვნებაც ვერ მოვიფიქრე რა უცებ ვერაფერი. იარაღი ჩავამართვეს, საბუთები პირადობის მოწმობა ისინი ჩავამართვეს და წავიყვანეს. და იქ ქუჩაში ახლომახლო მოსახლეობა არ იყო? არა. არც გამლელი მანქანა. გამლელი მანქანა რაღაც გრუზავი კი მიდიოდა ქვევით, მაგრამ ის იქ შორს იყო. მოცილებით. ზიგოის ხო ღამის თერმები. მადლობთ. რასაკვირველია ეს ერთად სამოყრილები არ ახალ გადამიგეკო მე ფორმაში გუში არ შევწია რა ტყვილად გეძინა შემეძავა მყინვაში არის დახტილება
Shalo, Nemzat, coach, Kanuha, Katarabal, Marchita, this book is like Koba, Ramaz, he came to Ambal Content now there. Meta data, Sadas Gajurova, never 20 years ago, he was Gasolan called in Kurkida, Sadas, Diana Hot, Mozrab Mobiles, Hayachi Gasola. Fuji Gasula, if Palamicitro Tuya, Samale, did it deficit, Quax Gachurova, I mean to Arceti Fuji Gasula, hold on for real Dana Food, Automatos, Tatos Misalos, Merited, Yatia, Chema Popnus, all affairs, 20, Zala Plevar, Hamzwan Lobaris, Gadadis, Datos, Helsi, or Datu Marik never, Sadato, Visas Datos is. Diamusio dead principle. We got for Pola Monitoring, Pola Asia, all worried. Abnulobus Garis, you saw it. Finish up on Samakmania, met it was in the president should go. Arabs, Arabic Arabs. Mufa Tenisa, Nagat, Rashia, Razal, Makchuna Wonders. 20 Simat, 20 cats of Nodal. Irolixi. Sakatulu Tavisuplever, I'm Sakatulu Tavisuplevis, put it some 20 president. President Eta Tele, the Chelatoria, 20 Kalaki, 20 Kutai Sakali, Arshivatsuna, and 20 what. Kalakits are Marganlevia, 20 Omonis, the set Amas Patu Suban. Amis to his arts, Harapus Adavish. Tato, Shenias Ravi, Speaking Avari, Sakmeshi, we put monolithurები, როგორც უფრო სპატუა, ვიყოთ არი, არავით არ უგანდახრება, შიშის გდნობა უნდა დაიკარგოს. ეს თავისთავად დაგეკარგებათ შედევის დროს. ესე იგი, არ შეგეშინდეთ. მათი ტექნიკის, გვაქვს ტექნიკის საწინააღმდეგო იზრდებების და ყველაფერი, ამიტომ ეცადეთ ყოველნაირად, რომ ფსიქოლოგიურად იყოთ მზად. როცა ისინი შემოგვიტევენ, ყოველნაირად ეცადეთ. იცოდეთ, ესე იგი, ნაბიჯის უკან გადადგმა ჩვენთვის აღარ არსებობს. ჩვენ თბილისი თუ არ დავიცავით, შემდეგ ისინი გადაინაცვლებენ სხვადასხვა რეგიონებში, ეს ქუთაისი იქნება, ზესტაფონი იქნება თუ სხვადასხვა ქალაქებში და იქ დაიწყებენ ყაჩაღოვას და მაიმუნებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცავთ დედაქალაქი არის სიმბოლო საქართველოს, დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ პრეზიდენტს, დავიცავთ ხალხს, რომელიც ჩვენსკენაა. რომელმაც დღეს მიტინგები ჩაატარეს თბილისის ტერიტორიაზე ჩვენ გვერდით განა. ერთი სიტყვით გვენიცით და შესაძლებლად დავხვდეთ როგორც საქართველოს დედა არის შემართული თბილისის თავზე თასით და ხმლით, ტერს და მოღალატეს დავხვდებით ხმლით, უყურეს დავხვდებით თასით. ხო თქვენიც იქნება. ნუ შეგეშინდეთ. ფსიქოლოგიურად ვიყავით მზად. ტერს უნდა დავხვდეთ თვით. ესე იგი ერთ რამეს გეხვეწებთ. თუ ვინმე დაიჭრება, არ მიატოვოთ და თუ მიატოვებთ, ამისთვის საჯილს მიიღებთ კიდევ გაფრთხილება. ესე იგი გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს. ჩვენ ქუთაისლები ვართ, ქუთაისურად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და
ქუთაისურად ვაჟკაცურად უნდა დავხვდეთ წერს. თქვენიც ხო არა გაქვთ ვინმე სათქმელის გადასაცემი ან რაიმე ქუთაისლებზე? ეტრამა იცოდი. დღეს უზენაესის ტერიტორია ეს არის საქართველოს ტერიტორია. მთლიანის თავისუფალს აქედან წავა იცოდეთ. როგორც ზისხივე, ისე აქედან წავა თავისუფლება. ან და აქ ჩაესვენება ჩვენი საქართველოს თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ან აქედან ან გავალთ ყველა ამართული დროში, ან დავჩებით უყო. დანარჩენებს ვინც არიან ჩვენები გარე, ვინც ჩვენზე ზრუნავს, ალბათ ისინი თუ გადავჭით, ხო გახარებული იქნებიან, თუ არა და აქ კუთვნოდეს ჩვენი შვილები გაგრძელებენ ჩვენ საქმეს. ისე მოგვიხსენებთ ჩვენ რატოა ვიცავთ თავისუფლებას. მეტი არაფერი. ყველა ხართ, აქ ვინც ახართ, ყველამ კარგად იცით 4-ში რაც მოხდა და 5-ში ღამით. ყველაფერმა გადაიერა თქვენ თავზე. ის გასროლი კარგად გახსოვთ, შემდეგ რანაირი კასეტები დამონტაჟებული კასეტები გააკეთა, ზუსტად ოპოზიციის ელიტამ თავის თავს უძახიან შევარნაძის ლეკვებმა და თითქოს ჩვენ ვესროდით ხალხს. ღმერთია მაღალი არის იმის მოწმე თუ ვინ ისროლა, ჩვენ თუ ვისროლებთ, ჩვენი თქვა საბიფრინავთ. არც ერთი ჩვენი გასროლა ხალხისკენ არ ყოფილა. ხალხმა ესეც უნდა იცოდეს, რომ ქაშვეთის ეკლესიაც მინდა ადგილი წაბილწეს, მაგრამ შეერაღებული ხალხი დასვეს და იქ ჩვენმა ბიჭებმა ესეც ყველა მიწის აქ, ვინც უზენაესის დამცველები, რომ ვიღაც შორიდან ჩამოსული რუსის სამხედრო დაიხმარეს და ის სნაიპერი იჯდა და ჩვენ ბიჭებს კლავდა. ყველა მიცოდეს ეს კარგად და ახლა დღესაც კიდე დღესაა გუშინ იყო თუ სადაც როცა არის ოპოზიციის ტელევიზია რო ჩაერთო. ნამუსიც აღარ ყოფნით იმის რომ თქვენ წესიერად ყველაფერს სიმართლე. ამბობენ კიდე მიმდინარეობს ის დაგვარი გაშუქება ამბების როგორც იყო მაშინ 4-ში და 5-ში. ამიტომ იციან აქ რამდენი რუსი მოუგდა, რამდენი რუსის სამხედრო იყო მოსული იმ საღამოს, აქ და ვის იხმარება. საქმეზე რომ ქართლის წინააღმდეგ მოსაგლავთ. ის კიდე ჭორიას რომ ყველაფერი ამბობენ რომ აბრალებენ პრეზიდენტს ჩამოყვანილი ყავს ვიღაცები და იხმარენ ჩვენ წინააღმდეგო. არავით არის, ჩვენ ვიცავთ ქართველები. ყველა კარგად იცნობთ ერთმანეთს, ვიცავთ უზენაესის დამცველები და ქართლის გარდა არავინ არ არის. არც ერთი სხვა ეროვნების. ბატონმა პრეზიდენტმა ჩეჩნების დელეგაციას უთხრა, მე საქართველოში ჩეჩენს ვერ მოვაკლებებ ქართველებს. თუ სხვა ეროვნებას ისე იგი, თუ მოვკლავთ ჩვენ მოღალატეს ჩვენ თვითონ უნდა მოვუსწროთ. ან ისინი, ან ჩვენ სხვა გამოსავალი არ არის. თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, მათ დაიწყეს სრული განზრახვებით, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ და დავამთავროთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, თავისუფალი საქართველოს გულისათვის. უნდა დავამთავროთ ლამაზად და კაცური შეძლება. ქართველი კაცის, კაცური არ უნდა შეიყვანოს, დასწორებებს. არ უნდა მოხდეს ის რაც მათ ჩაინდიგეს. ყველამ კარგად ვიცით, მოედანზე ზუსტად მაგემ მოკლეს ქალი და დააკლეს ზედ ბავშვი. ალბათ ამასაც ჩვენ გადაგვაბრძანეთ. პირველ დღეს. და კარგად ვიცით. მასან კარავებთან დაწოლილ ქალებს რანაირად ესროდნენ. ექიმებსაც ერინდო. ექიმებსაც არინდო. ყველაფერს თავდავალებოთ, ექიმები აღარ დაენდოს, დაჭრილი გამოსაყვანო, თეთრი ხალათში. ისე გავლენით. იმიტომ რა არის? ყველამ კარგად ვიცით, ეს არავით არის. არავით არის პოლიტიკური ჯგუფი არ არის, ეს არის ხოლმე შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფი, რომლებმაც ისარგებლეს რაღაც ისტორიული მომენტით, ამ გარდატეხის გარდამავალი პერიოდით და თავი გამოაცხადეს პოლიტიკურ მოღვაწეებად. კარგად გავიხსენოთ, ვინ იყო სიგუა კომუნისტების დროს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ასე არის. ადამიანში რაც დევს, ის ბოლო-ბოლო მაინც ამოათხებს. ესენი ყველა არიან შევარნაძის და გარბაჩოვის ლეკვები. იმიტომ რომ ბატონი შევარნაძე ბატონს ისეთ ალბათ ჭალებში ხარო დარჩა უმუშევარი და უნდათ რომ იმას თავარძელი გამოსა, მაგრამ სამი ჩვენი ხნები ცოცხალე ვერცის ვერც ერთი მისი დამქაში საქართველოს მიწაზე ვეღარ ჩამოყვა. არა ეს მოგვირებს კიდე ეს ქუთაისლები, თვითონ ქუთაისლები აგრო ჩამოდიან, ჩვენი ბიჭები აყავთ თითქოს ტყვეობაში, აყავთ აწამებენ, აწვალებენ ვითომ ქუთაისლები, ვითომ ოპოზიციონერები, მართლა შეიარაღებული ბანდიტები არის. სწორი ხარ დათო. ერთი რამ არის, კარგი, თბილისი დიდი ქალაქია. აქ შეიძლება კაცი კაცს შეფოს, მაგრამ ამ საწყის იმით აი ნამდვილად მეწოდებენ იმ დონეზე აქვს ტვინი გაყინული, რომ
ქუთაისი ყველა ვიცით რაც არის. ყველა ვიცით ქუთაისი სადაპირებს ანციატივა დაიმარხოს. და მე მგონი ყოველგვარი ჰუმანიზმი, ყოველგვარი დემოკრატიული გადამთავრებული ან ჩვენ, ან ისინი. ეს არის მე მგონი და ყველა ვიცით პრეზიდენტის თვალსაზრისი და რა თქმა უნდა ჩვენც ეს იქნება. პრეზიდენტი რასაც იტყვის, ჩვენ ხოლმე შევსრულებელია. არავით არ იქიდან გადახვევა, არავის დამდობა. რადგანაც მაგენი ჩვენ არ გვინდობენ, ჩვენც ვერ დავინდობთ. ყველანი აქ ვინც ახართ მილიციის მუშაკები. და მონახვეები ხართ ყველანაირ სროლებში. კარგად იცით. აქ სიტყვა ქართველი უკვე ის ქართველი არ არის. ქართველი რო ადგება და ქართველ დედას ტყვიას ესვრის, ის ქართველი არ არის. ქართველი რო ადგება და ქართველ პატარა ბავშვს ტყვიას ესვრის, ის ქართველი არ არის. ისინი იმასაც გვაბრალებენ ახლა დღეს უკვე რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ ეს. ეს ჩვეულებრივი ეს ფანდია რა თქმა უნდა, ფანდია ეს დაიწყო გასულ შაბათ ღამეს 5 ვარცხები, როცა მათ სპეციალურად ამ სიტყვის მნიშვნელობით გაწმინდეს პიკეტისგან რუსთაველის პროსპექტი. შემდეგ იქ ღამის საათები იყო, გვიან ღამით 4-3 საათი იქნებოდა ღამის, როცა მოქალაქეთა შორის იყო იქ შეტაკებები და დილით ზუსტად იმ დროს როცა ჩვენ ოპოზიციაზე დაგვაყენეს, პოზიციაზე 8 საათი წუთი იყო, როცა მათ დაიწყეს შტურმი, სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით შტურმი მთავრობის სასახლეზე და თქვენ თვითონაც იხილებთ. იყო იქ ცოტა არეულობა იყო, ზოგი პირველად იყო ბრძოლაში, მაგრამ უბრალოდ არავინ არ მოელოდა თუ ქართველი კაცი შეdaedsemოდა რომ ამ შენობას ადგილ და მithumedes ამ შენობაში მოხდა ისევ ქართველებს ისინი აბრეთ ყვიას გამოვიდნენ. კარგი პრეზიდენტი, კარგი როგორც მაგენი თვლია რომ დიქტატორია, ტირანია არის და ყველაფერი. აქ დაბანაკებული ხალხი კიდევ თქვათ როგორც მისი ძახე, მისი ყურმოწვეული მონები ვართ, მაგრამ 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალს რაღაც ერჩევდნენ. პირველი მუხის გასროლით რომ მოხსნეს. ააფეთქეს პირველი გასროლით და მოხსნეს და ეს წაბილწეს, ეს წმინდათა ადგილი. წმინდათა ადგილი და ყველაზე სალოს არის სამი ქართული სიტყვა. ენა, მამული, სარწმუნო. პირველ რიგში ის მოხსნეს. სწორი სიტყვა. მაგრამ ესენი მართალი იყო, უნდა გაეკეთებინა. იმიტომ რომ მათ არც სარწმუნოება აქვს, არც ერის ხალხი არიან და რაღაც სავალალოდ უბრალოდ ჩვენ ენაზე ლაპარაკობენ. მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, იმაგეს უნდა გაეკეთებინა. მაგ რო არ გაეკეთები, ის უნდა გაფრთხილდება თუ გააკეთე, მაგის სამართლიანად მოიცი. მაგათი გონება იმაგით ასეთ დონეზეა დასული. ეს ყველაფერი გასაგებია, ბიჭებო, რომ ეს შესაძლებელია მოხდებოდა აღრე თუ გვიან, მაინც. იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი ცივილიზებული ქვეყანა, რომელიც თავის ჩამოყალიბების პერიოდში ასეთ გზას არ გაევლის, იქ სამოქალაქო მიიქნება თუ სამომავლო მიიქნება თუ რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე საწყენი ისა და ყველაზე გულსატიანი რატომ უნდა მოხდარიყო ის რომ ქართველს კაც დღეს იმ დროს როცა ჩვენ გვაღიარებს ქვეყნები როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ჩვენ ომები გვაქვს გამართული ისევ და ისევ შედაო ისევ ოსეთთან რუსულ იმპერიასთან ოსეთთან სამაჩაბლოში აფხაზეთში რაღაც მზადდება არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მაინც უნდა გვიშინოდეს ამ დროს აქ ესენი თავიანთი ამბიციების და თავიანთი ესე იგი ირადის გულისათვის მიმართავენ ასეთ ღალატს. ღალატს ეს ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ მათი მოქმედება მეტს არ იმსახურებს. მე კიდევ ვიტყვიებ რომ ცოდვა არიანის ბავშვები, რომლებიც ტყუდებიან ამით და მიყვებიან მათ. ეს თვითონ დაინახეთ, დაატყუეს რამოდენიმე ახალგაზრდა ჩვენმა ბიჭებმა და თქვენ შეხედეთ. ეს არის 17-18 წლის ბავშვები. ნუ თუ მათ მშობლებს, მათ გამზრდელ მშობლებს არ აწუხებთ მათი ბედი. არა აქვთ ესე იგი ის სერიოზული განზრახვა, რომ მათ აღზარდონ შვილი. შეიძლება კაცი ოპოზიციურ დონეზე იყოს, არ მოწონდეს რაიმე თავრობის პრეზიდენტის, მაგრამ ასეც არ შეიძლება რომ ასეთი ბავშვები 17-18 წლის ბავშვები გაიზარდონ მკვლელები. გამჯდარია თუ ეს კაცის კვლევა და აღარ ინდობენ არა. მე მაგალითად ხშირად როცა მათ უყურებ და მათ წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, მეწოდება და არ მინდა რომ ესე იგი რომ ადამიანს ზიანი მივაყენა, იმიტომ რომ მეწოდება ბავშვია. მაგრამ ახლა
თავისებურია მოთმინებასაც აქვს თავისი ადგილი და ყველაფერს საზღვარი რა ხდება რომ ესე იგი მათი იზოლირება და ასეთი რამე შეგეთება ესე იგი თავარი მაინც ისაა რომ ამ ხალხს მეყავთ ეს ბავშვები არ შეიძლება დაღუპვის გზაზე არ შეიძლება ასეთი საკითხები რომ გადაწყდეს იარაღით ძალით მოტანილი ვინც არ უნდა იყოს რაც არ უნდა იყოს მაგათი კაცობა ამაში ჩანს ჩვენი ეროვნული გერბის არ დაენდვენ და მაგათი ნატყვი არის ეს ამას ჩვენც მაგას დავუბრალებენ თუ მონტაჟი დავაკეთებ მონტაჟი სპეციალურად ეს როკეთ რო ეს იგი გვენახება არავით არის შიში ჩვენ ყველა ვინც აქავართ ჩვენ ვიცავთ კანონიერ ხელისუფლებას კანონიერ მთავრობას ასე რომ რაც არ უნდა დაგვიждდეს ესე იგი სისხლის უკანასკნელთამდე ვიბრძოლებთ ესაა ჩვენი დავალება და ჩვენ ამას გავაკეთებთ პირველ დღიდან ახლა რა უნდა ხო რაც გაწუხებს ისე ჩვენ ვარ ჩამოსული 21 რიცხვიდან აქ. იმისთვის ჩამოვედით ჩვენ ქუთაისიდან. რომ დავიცოთ სასახლე, დავიცოთ ჩვენი საქართველო ამ გარეწრებისგან. და ერთი სიტყვით ვიქნებით მანამ სანამ არ გაიწმინდება ეს გარეწრები, სანამ არ შემოეცლებათ ეს სანამ არ გაიწმინდება ეს ტერიტორია და ეს ასეთი როდენმე უნდა იყოს უკვე მთელი რუსთაველი აიღეს და ცეცხლი უკიდია თემა ერთი სიტყვით რომ ვიომებთ მანამდე სანამ სისხლის უკანასკნელ წუთამდე რა აი ამ მიზნით ვარ ჩვენ ჩამოსული აქ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წუთამდე დაუდგებით გვერდში კიდევაც ვდგავართ ბატონის ზვიად გამსახურდიას აატრიალეს თელი მოსახლეობა გაანადგურეს ხალხი და იმისათვის ჩვენ აქ დავრჩებით ბოლომდე სანამ არ შეწყდება ეს ყველაფერი სანამ არ იქნება ეს სიმშვიდე მე просто მაინტერესებს ვინც პირველ დღეს შენთან ერთად ჩამოვიდა ქუთაისში მილიციის თანამშრომლებზე მაქვს ეს გადალობა просто მაინტერესებს ვინც გეიქცა ვინც წევიდა რა რას ფიქრობენ თავის თავზე რას ფიქრობენ საერთოდ მეტი არაფერი თავიდანვე ჩამოსული ვართ ვიცავთ პრეზიდენტს ჩვენ საქართველოს ისეთი რამე ხდება აქ მოკლედ თქმაც წერნადია ლაპარაკი წერნადია ერთი მინდა კიდე დავამატო ჩვენად ძირფასო თანახმადებლები პირველ ყოვლისა მინდა მიმართო იმ მცირე ნაწილს რომელიც არის ოპოზიციასთან თქვენ ახლა არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია არ არის არ ვიცი რა არ შემოწმებია რომ არ მაქვს იმის საშუალება რომ გადავამოწმო რომ მოსული არის ინფორმაცია რომ ჯერ ჩვენი თვალით რაც ვნახეთ ეს რუსთაველი წმინდა ადგილი თბილისის ქალაქის ისე არის სტაბილიზებული პირველი სკოლა მაგათმა დაანგრიეს ხანძარს მიცეს და ჩამოიქცა არის ინფორმაცია იმის რომ ხელოვნების და საქართველოს ეთნოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმიდან გაზიდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაზიდეს მატერიალური ფასეულებანი ერის განძეულება გაზიდეს და ეს ისეთი დიდი სისასტიკია რომ არ ვიცი ფაშისტები აკეთებდნენ მხოლოდ ამას მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტები და ერთი მინდა კიდე დავამატო თუ შეგიძლიათ უბრალოდ იყო 4 ოქტომბრის ამბების მერე რომ ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიემხრო რაღაც მოთხოვნა მიიღო რა ოპოზიციას და ენდო ჩვენ სიტყვას რომ საქართველოს პარლამენტში და აღმოჩნდა ბევრი გამყიდველები არის პრეზიდენტი არის ისეთი ჰუმანური კაცი რომ არ ვიცი არ დაეჯერება ახლა ზოგიერთ ვერ დაეჯერებს ალბათ იმიტომ რომ არ არის ამის რწმენა არ აქვს ბოლომდე დავიცავ ჩვენ პარლამენტს და ჩვენს პრეზიდენტს იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ სიმართლე ვის მხარეზეა და ღმერთი ვის მხარეზეც არის ღმერთი რომ მაგათ მხარეზე ყოფილიყო უკვე დღეს სვიად გამოდგებოდა უკვე ხელისუფლების სათავეში არ იქნებოდა და ის ჭორები რაც მაგათ დაყარეს ქალაქში მართალი გამოდგებოდა
მე მინდა ერთი დავამატო რომ ახლობლებმა არ ინერვიულე. ჩვენ არ შევარცხნით, მაგრამ არც ქალაქის სახელს და არც სახელს არ შევარცხნით ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი უფროსების. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს მის პრეზიდენტს და მებრძოლს, ვინც იცავს თვითონ პრეზიდენტს და უზენაესის შემოქმედს. გაუმარჯოს. არ ვარ ერთი. კარგად. გაგაბზანდებოდეთ. არ ვარ კარგად. გაუმარჯოს. 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 კარგი. Why won't he talk to us? Of course I am running from one place to another and listening to the news and find out what's going on in some directions. But I can't see how we're expected to give an accurate picture of both sides. Whatever you do to try and get to one side of it. Well, you know. But, you know, is it worth taking the risk when you have to kind of dodge the bullets to get here and then the guy won't talk to you? I mean, you know, I'm not being funny, but it's... Well, I see. მე ვარ ტერორისტი და მამაძაღლი. And that guy. ხო, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური მოვალეობა მე გავიგო თუ ამ ფაქტს რა უძღოდა წინ და თუ ამისი შრომათ არა აქვს, შრომა არ ვიცი როგორ ითარგმნება ამ ნახეს. მაშინ აღიარო რომ ისინი ჟურნალისტები არამედ არიან დაქირავებული კონიუნქტურის We always try to talk to people about, so we always try to talk to people to find out the reasons why they have taken whatever actions they have taken. Which is why we have come here today. აქ მხოლოდ ფაქტებიო. I don't go into an argument. Keep very calm. აქ მხოლოდ ფაქტებიო. სხვადასხვა უცხარით რომ ზურგის შეწევა ვიდრე მოსაუბრემ არ დაამთავრა. საუბარი არის უზრუნველობა. I'm sorry, I didn't mean to upset you. I'm just, you know, I know that
people here are in a very difficult situation. And the last thing I want is to... Thank you very much. Thank you for talking to me. Thank you. ისინი ჩამოვიდნენ დიდი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ დიდ ქვეყანაში. ეს იცოდეთ, ჩვენ არა ვართ აღარ კოლონია, რასაკვირველია არა ყოფილა. დიდი ქვეყნიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ დიდ საქართველოში. დაიმახსოვროს ეს კარგად. ალადეს გურა. არ შეისეუნება, არ შეისეუნება. Равницу среди людей, Бабер, говорить, когда народ, когда избирает. Вспомни, что я вчера говорил. Вот мы разговаривали с... Вот у кого в больнице были мы. В республиканском. Знаешь, да? Мы вчера были. Ни одна машина у нас нету сейчас скорой. Он не пускает. Суки, сюда подъезжала машина скорой. Чтобы здесь полны было, перевезли, больницу не пускают. Он из-за ехал скорой. კი არის ნეობა, მაგრამ ქალმა არ უნდა გაბედო ის, რასაც ბედავს. ქალი იცი რა ეშმაკია, 3 დღით ადრეა დაბადებული ეშმაკზე და იმას ისეთი რამეს გაკეთება შეუძლია, რომ კაცი იმას ვერასდროს ვერ გააკეთებს. ვერასდროს, რომელიმე თქვენებული წახვალთ და დაზვერა, ქალი ისე შემოგეპარება, ისე მოგეპათხალიმება, რომ შეთავბრუს დაგახვეს. ნაშოთში რა გავა. ისე გააკეთეს მაგაც. Подруга Нана Хоухадзе. Она не сможет выйти, потому что люди нападают. მანამდე მისაწვდელი არის ასეთი კუთხე, პავაროტი, კარგი პავაროტი და აი ამ პრო პავაროტზე უნდა გააჩეროს და ისე ჩაყოლი. ეს არის სადგან აი დაბლიდან რომ ამოდიხარ აქეთკენ რომ გამოგიდე ხო? იქგან რა, ხოხალის მილიცია. დაგანახო სადაც მიგანახო. ხო, იმათ გიდას ვიცი მე. მილიციას არის. არა ვარ. არა გასო მილიცია. გამიგეთ, ეს იგი ბოლო პავაროტამდე არ მისული. დროზე. უნდა ჩამოგვიდეთ რომ შორისულად. შორია და შორია და მაგარა გაიქალსებია. ნოგი აიკაიბანი და ბოლო ჩავა. აი ბედი ჩამოს სტარა რომელი მაგარი და არ არის. აი ზავრო მაგიჯო. კარგად. რასპარაგი მოდი. აღარ დავაი ბიჭებო. აი დორო. სამი ბიჭებო. თავი. შენ ჩვენი ბიჭები საიყვარებოდი. ჩქარა მოდი. ეგრე ვიყო. დავაი, კარგად. მარცხნივ გადადი. აუში, მაგარა. შენც მიდიხარ? ჰა? ეგრე მარცხნივ უცებ ეგრე სუფერი. დავაი, ვიყო.
Let's go, apartment ati ხუთიო. Ვიწერა მართალადიდი ზარქალა ჩვენი. მართალა გავა. დაიქნენ ისე. დაიქ. Давай. Давай. Ati ვინც დარჩა არ გაუშვა, თორე მარტო მოიგება მოხდეს რაც უნდა. Всё. ვინც დარჩა უკვე შორს არ იმას. აუძახეთ ის თორე რაიც. არ გადახვიდეთ. ვიარენ დაახლა ბიჭო. იქ ყოველთვის უთხარ ერთი იყოს რატო? Dato! Auto! მე კარი გაიყო. ბიჭებო, არის ოთხი კაცი მოვდივარ, ბიჭებო. 4 კაცი. მე დავუკვირდი. ანას ავიდო რა გაისარ. გადავიდე, და მიგიაცი ისა. მე შემოვლე. შემოვლე. ჰა? უმეჩი. მეტრო ნახე ერთი თუ მუშაო. აჩუ. Hoca. ერთი გასულოთ არ შეიძლება? არა, არა. არა, უბრალოდ შეიძლება. ისრაელ ας ბავშვი, აი. აგიდა, ბიჭო, პოზიციები უჭირ. მაგ ასურო, ბიჭო, მაგ კარაბინია. მომისურე, აი ეს ისრაელ, აი ეს ისრაელ, ბიჭო, გეკო. გივი არის მოიცა. მაგის აფასანი ისრაელ, მაგ. ვაუ, ფარდა მოდი. სევიტაც გადაიღო. არ სულო და მომენტ ჩემი გაკა არა, ხმიანა რა. აერში. არ შევავლობს, შე ამთავრდა. აიო. აიო, შეიძლება აგორამო. იონა, მათხოვე აგერ დევიდოს. ისტორიაში გამაჩნია. ხა. ვინიო შოს არა ეგრე არ გინდა რას კითხულობ რა ეს დაიგე გეინზე ეს სურათი ვერა ჯეიფჩი საბო საკურო ჩავარდა ეს იბაიცი რეკორდი აჰა აი ახლა ორგანიზდება ხელი
იულის საქმეყოფილა. აი არ მიღებდი. რეკეტე რა. კი. კიდო გადაიგე, მე ახლა უსროლება და ახლა ამასთან გადაიგე კარაბინი. ბიჭო, ამაში დაიშინდა შეტობილი? არ ვიცი, ჩემია, მაგრამ აა? ჩანსი ისე. ამოახდე ვაფშე დაჭი. всё, ვიცი ბატონო. როგორ ხასიათს? ძალიან კარგი ხასიათი. პირველ დღეს შეგვეშინდა ცოტა. პირველ დღეს შეგეშინდა? შიში ვერ ის სიფრისა მოგაიგონია. შვედი ჩამოგრეული, ხო? იმაზე მოხდა ესე იგი და აკერებზე ვიყავ პრობლემები. ეგალი ეხლა ბიძგიმიცა ხო, აგარ წავითესვით ყველა იარაღები გავგვიცვიდა ხელიდან რა. გამოსწელობი შოქში ვიყავი რა პირველ დღეს ისეთი ისე. ახლა აღარ შეშინდა, ჭურვები შეშინდა. არა შიში რო ვერ ისე, თუ ხო იცი შეშინდა რო ვთქვას. რა გინდა გადასცეთ ქვენახურლებს საერთოდ ქართულ როგორც მებრძოლები. როგორც მებრძოლები დაწარმიან, არ ინერვიულო, შიდათ იყვნენ და ახლა მოკლე ხანში დამთავრდება ყველაფერი და ალბათ ახალი წელი გვინდა მიულოცოთ, აი ამ დაძაბული მდგომარეობიდან, მაგრამ რას იზარდ გასწორით ასე და ბუნება მასე და ვიწესა და გვინდა რომ მიულოცოთ სულ ქართველებს, შვიდობის მოყარე ერს, რომ ეს ბრძოლები, რომელიც თავს დაესწრო თავრობის უზენაეს საბჭოს, დაწყარდეს და ყველაფერი კარგად წავიდეს. არასდროს არ მოხდარიყოს ის, რაც დღეს ხდება. ქართველმა ქართულს არ უნდა ესწროს. ერთი მე მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ისეთი თაობა ვიყავით, ძველი თაობა სრულგეუბნებოდა, გაჭირვება არ გამოგიცდიათ, წამლის უნით თქვენ არ იცით, ტყვის წამლისო და ესეც გამოცადეთ, მაგრამ ერთია საწყენი, რომ ქართველზე გვიწევს სროლა და ქართველებს წყვიტავთ და უბრალოდ ყველას მინდა უსურვო, რომ თუ იქნება საქართველოში ომი ყოფილიყოს ამ პრობლემის წინააღმდეგ, მინდა ესევე დამდგარიყო ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები თოფით ხელში, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ვდგავართ, ოღონდ ქართველზე ხელი არ ეწევს არადროს და ყველას მინდა ახალი წელი მოულოცოთ, ამდენი ახალი წელი ამ დანგრეული ოთახიდან. მე კიდე ასეთი სურვილი მექია მოუწოდებ მთელ ქართველ ხალხს, მთელ ქართველ ერს, რომ დამდგარიყოს თავისი არჩეული ხელისუფლების გვერდით და დაეცვას ის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ადგილობრივი პუჩისტები იქნებიან თუ გარეშე მტერი. ეს ჩემი სურვილი იქნება ეს და უსურვებ კიდე ქართველ ხალხს, რომ ბედნიერი ახალი წელი გათენებოდეს. მე როგორც ქართველი ეს მიმაჩნია სასირცხვილოდ. ყველაზე მეტი სირცხვილი რომ ქართველს ვესწავლები. და ალბათ საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ერის ისტორიაში დარჩება ეს ალბათ შავლაქად, რომ ჩვენ ასეთი ის დაგვაწყვეტა თავზე ვიღაც ასე ვთქვათ მოღალატე გუშინ საღამოს 28 ოქტომბერს გადაცემა თენგიზ ნათაძე გადმოვიდა. განსაკუთრებული პუჩისტების მხრიდან იყო გადაცემა, რომ თითქოს შერიგებაზე იყო კიდე და რომელი ჯგუფიც არ გამოცხადდებოდა ის იმას დაეკისრებოდა ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ არის ეს არის სტარი ეს არის ბლეფი. სტარი აზრი. ეს სტარი აზრი ალბათ გამოაშკარავდება მოკლე ხანში ყველაფერი სტაბილური გახდება და შრომელი ხალხი ეს გლეხობა იქნება თუ პერსონალური მოსამსახურესი ნახავს ყველაფერი რა დღეში არის მთავრობის საქმე როგორ არის დაგრეული და სვეტები და რა ვიცი ყველაფერი გაჩანაგებული ყველაფერი ამ საქმეში და ვანდალურ აქციაში უბრალოდ ხალხს სიმართლე უნდა იცოდეს ხალხმა და ხალხის ყურამდე უნდა მივიდეს ყველაფერი და რა ის გუშინდელი მიზური აქცია ტელევიზიით რაც გადაიცა და ყველაფერში თითქოს ჩვენ არ დამნაშავეს ხალხი რომელიც ფაქტობრივად მოხალისეები სამსახურები დავტოვეთ ხელშები დავტოვეთ და დავუძებთ ხელისუფლებას გვერდით და ჩვენ არ გვინდა რომ თუნდაც ერთი კაცი საქართველოში ფიქრობდეს რომ აი ამ ვანდალურ აქციაში რა ხალხის პიჩადეტრიალებს და ჩვენი წვლილი ამაში არაფერი არა ჩვენი წვლილი არის ის რომ ჩვენ ვიცავთ ხელისუფლებას მეტი არაფერი ბატონო ქართველი ხალხი გონიერია თავისთავად განსჯის მაგას ყველაფერს და ყველას მიაგებს თავის პასუხს ერთი რამე მინდა დავუმატო რომ ახლა ამ ომში არენ არ იქნება გამარჯვებული. აი ეს სწორი ბრძანება. აი ეს არის ყველაზე მთავარი. კლაუდ ჩვენ თუ უკან დავიხიეთ. ის მონური ფსიქოლოგია, რომელიც ჩვენში უკვე გამჯარია, რა ვიცი, 7 ათეული კი არა, რამე მეორე საუკუნე არის. აი და დღეს ჩვენ არაბდებთ უკან დახევა არ შეიძლება და უნდა აღვადგინოთ ძველი ქართული რაინდული სულისკვეთება. რომ ეს თავრობა ხალხის მიერ არის ეს არჩეული. თუ დღეს ჩვენ ის არ დავიწყებთ კანონიერად ხვალ და ზეგ ვიღაც მესამე ძალა ისევ დაიწყებს გადატრიალებას და ასე შეიძლება გაუთავებლად თელ საქართველოში გაგრძელდება ეს ისტორიის მანძილზე ასეთნაირად თუ კი ჩვენ დღეს დაუშვებთ იმას რომ ეს კანონიერი ხელისუფლება ხალხის მიერ გადაატრიალება მოახდინოს ამ პუჩისტებმა
ხვალდაზე მესამე ძალა მეოთხე ძალა კიდე მოვა ხელისუფლებისა მომოინდომებს უსვას ხელისუფლების სათავეში და ისინი მიაღწევენ თავისას. აი ამიტომ არის რომ დღეს მთელი ქართველი ხალხი უნდა დადგეს კანონიერ არჩეული ხელისუფლების გვერდით და დაიცვას ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ერთადერთი საბჭოთა კავშირში ერთადერთი პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩადარების შემდეგ გაიმარჯვა ესე იგი ნამდვილად ეროვნულად მთავრობა. და ჩვენ მზადა ვართ სისხლის უკანასკნელ წეთამდე დავიცავთ ჩვენი მთავრობა. მე უკაცრავად უნდა დავტოვოთ 20 ვარ წასასვლელი. მე უპირველესად მთელ ქართულ ხალხს ერს მინდა მოულოცო საქართველოს დამოუკიდებლობა იმდენად რამდენადაც გცნო ამერიკის შეერთებულ შტატებმა და საფრანგეთმა და რუსეთმა რომელსაც შეგვიძლია 23 ქვეყანაა თუ რაღაცა რომელიც მოაღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მოდი ეს ყველაფერი მშვიდობით დამთავრებული იყოს და გვეშენებიოს ბედნიერი საქართველო ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი იგივე აქციასთან დაკავშირებით ლევანდოს ხელისუფლებას მინდა უთხრა კიდე ძალიან დიდი მადლობა. ეს მადლობა მინდა უთხრა რომ მიაღწია იმას რომ არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად ისეთმა ქვეყნებმა როგორც კანადა, საფრანგეთია, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები ცნეს საქართველოში რეალური მთავრობა, კანონიერი მთავრობა და აღიარეს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ბატონს ვერ გამსახურდია და თუნდაც მადლობა მინდა ამისთვის რომ უთხრა. ყველა ქართველის სახელით. ჩვენ ჩვენ შვილებს დავუტოვოთ შვიდობიანი საქართველო. შვიდობიანი ჩვენ შვილებს მომავალთაობას. არასდროს არ ენახოთ ის, რაც ჩვენ აქ ვნახეთ. კი, ჩემი სურვილით მოვედი აქ, მაგრამ სხვენია ჩემი თავის რომ იარაღი მიჭირავს ხელში. რო სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ არის. იმიტომ ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენ არჩეული მთავრობა მაშინ ჩვენ არ აგვიჩევია ეს კანონი. ეხლა ქუთაისელს და წყალტუბელ ტელემაყურებლებს, რომელშიც ესე იქნება გადაცემული, ჩვენ თხოვნა მიულოცოთ ეს დამდეგი ახალი წელი და რა თქმა უნდა მთელ ქართველ მშრომელ ხალხს. კარგად იყავით მრავალ ახალ წელს ვისურვებთ და სიწყნარე და სიმშვიდე ყოფილიყოს მთელ საქართველოში. ძალიანად დავარჯამოთ ყოველთვის. კარგად იყავით. ამინ. Шатарма давутвара, თორე ესე დაგვანგრევდნენ მაშინ. თუ პრეზიდენტ დიაგონალზე სრულ Ой, а кто сказал, что 11 класс? Ну уже закончили до 12, 35-минутные уроки сделали. Ну конечно. Начальный класс во второй смене, третий класс. Слушай, 11, 5, 6, 7. Да, это вторая смена, 12, до 5 вторая.
어제 왜 뛰어? 어제 어디 가?
როგორც ყველა ნამდვილი ქართველი იყო და იმას ვამბობ ჩემი ჯგუფის სახელით მე. ჩვენ არასდროს სტრისის საჭიროებას არ დაგვიტოვებია საქართველოს და არც არასდროს ადავტოვებთ. იარაღით აღებულ მონოპოლიას ჩვენ არასდროს არ დავემორჩილებით და ვიბრძოლეთ გინახს უბრალო ქვებითაც და უბრალო ხელებითაც. მაგრამ გამარჯვება ჩვენ მაინც ყოველთვის როგორც ყოველთვის ვახდებით ქართველები, მაინც მივახდებით ახლა. არაფერს არ გვეშენია ჩვენ. ანტონში ჩვენ გზას ვადგებით და იმედი გვაქვს 100%-იანი რომ ქართველებს ჩვენ გამარჯვებას მოვუტანთ ახლა. ეთემური ჩაშქენი გახლავართ ონკოლოგიის სამეცნიერო შემოშევად მოვედი აქ მთავრობის სასახლეში აქ გახსნილი საექიმო პუნქტის ექიმებისთვის დახმარების აღმოჩენა. აი ხედავთ თქვენ აქ ჩვენი ექიმების კალათები ქართველი ბიჭების სისხლია დასული. ეს ქართველი ბიჭები ჩვენოვე თანამემამულეებმა მოღალატეებმა საქართველოს გამყიდველებმა დაჭრეს ბევრი დახოცეს. ვის უნდა რომ ხელში ჩაეგდო ჩვენთან ძალაუფლება ვინ უნდა მოსულიყო უჩიტები დარეწრები საქართველოს მოღალატეები განა ქართველი ხალხი აპატიებდა მათი დამარცხება გარდუვალი იყო მათ თავიდანვე გამოუტანეს სასტიკბო განაჩენი თავიანთ თავს როცა პირველი თვია გაისროლეს და როცა პირველი გუმბარა ესროლეს თავრობის სასწავლეს აი ამის თქმა მინდოდა ბატონ ზიად განსახურდიას ერთგული ხალხი ხარდამჭერნი ვისაც წამს მისი ვისაც წამს თავისუფლების იდეა ბოლომდე ახარებს ჩვენ ვფიქრობთ რომ მაინც აქედან გამარჯვებით გამოვართ საქმე ის გახავთ რომ ჩვენ ვართ მართლები აი რაც არ უნდა მოხდეს თუნდაც ეს სასახლე მთლიანად დაინგრეს აი ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს საქართველოს თავისუფლების იდეა ერთი რამის აღნიშნა მინდა აი არ მინდა რომ ეს გამავიწყდეს მე შევესწარი აქ ისეთ სურათს და ისეთი ამბები გადაგვყვა ჩვენ ამ სამ დღეში რაც შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს და როდესაც მე ამას დავწერ ეს თქვენ არ გაიჯეროთ ვინაიდან თქვენ გეგონებათ რომ ეს არის ტყუილი აქ არიან ჩამოსულები აქაურ თბილისელები მეომრები ვაჟკაცები აი ნამდვილი ქართლის ცხოვრებაში რომ წაგიკითხავთ აი ის იმათი შთამომავლები ეს არის ეს მარტივები რომლებსაც არ აქვს ჯერ ძოლის გამოცდილება არ აქვს ჯერ იარაღის თანამედროვე იარაღის მოხმარების აი ის ცოდნა რომელსაც აკადემია ჭირდება და მრავალი სამხედრო დაწესებულება აი ეს გვაგლია მაგრამ ამათ აქვს ბუნებრივი ის ვაჟკაცობა ის რაინდობა და ის გმირული სული რომელიც ყოველგვარ ცოდნას აჯობა აი აქ უკვე ცნობილია ჩვენ უკვე ვიცით რომ არის აგერ 15 წლის ბიჭი 16 წლის ბიჭი რომელიც უკვე სნაიპერია არის აგერ რომელმაც იცის შესანიშნავად მოვლა და არება სამხედრო ტექნიკის ეს ყველაფერი ბუნებით მიეცა მას და ეს იშვიათი განძია ჩვენთვის ჩვენ გვეყოლება შესანიშნავი გვარდიას შესანიშნავი გამოცდილი გამობრძმედილი ჯარი სამხედრო ძალა მე რამე და თქვა საქართველოს მე ერთი რამე მინდა გავუსვაფა ჩვენ დღეს ბევრი გაჭირდება სამაჩაბლოში სხვა რეგიონებში მაგრამ მე დღეს აი სამი დღეა რასაც დღეს ვიყურებ მე უკვე მჯერა საქართველოს არ დაიგებია ნუ საქართველოს იცის იმიტომ რომ მე აქ ვნახე საქართველოს მე აქ ვნახე ის ქართველი ახალგაზრდები ის ქართველი ბიჭები ის ქართველი მეომრები რომლებიც იცავენ თავის პრეზიდენტს თავის წევს თავის ხალხს მე აქ ვნახე შესაშური გმირობა და მე ახლა არ მიყვეს რატომ მოვიდეთ აქამდე ჩვენ ქართველები ეს ხალხი ეს ბიჭები ეს უანგარო
არ ვიცი მე სიტყვები არ ამყოფით რომელთაც საერთოდ ეჭირებიან ზვარაკა თავის სამშობლოს ესენი ააშენებენ საქართველოს ესენი მომავალს მოგვიყვება ჩვენ მე გვინდა დაგავშოთ ჩვენ სიმართლე უნდა გაიმართოს სიმართლე გაიმართოს და ამის მეც ვერაფერს ვეღარ დავდებ ოღონდ ერთი უნდა ვიწვევთ საქართველოს აღკვეთა ცოცხლებს და იცოცხლებს ეს ისეთი მარტივი ყოფილია და მე ალბათ ბატონო და სიტყვას განმეორებ აქ დღეს ყველა გმირი ის გმირი რომელსაც ჩვენ სერს ეკადრება თავისი პროფესიით მერაბ საყვარელიძე უზენაის საბჭოს წევრი გახლავართ პროფესიით ექიმი მეტად გაოცებული ვარ თუ ქართველები როგორ დაუნდობლად დღეისთვის ეკიდებიან ერთმანეთს ძალიან ძლიერი ვაჟკაცების დაჭერებით მოიყვანეს ჩვენსა და ევაკუირებული იქნა მე როგორც ექიმს პირველად მომხდა ჩემს ცხოვრებაში გამეწია დახმარება ისეთი ხალხისაც და ვაჟკაცებისაც რომელიც დაჭრილი იქნენ თავიანთი თანამამაოლეობის მიერ მე ჩემი პროფესიის დამიხებით გავარ იქ სადაც უნდა ვიდგე გავარ იმ ექიმებთან ახალგაზრდა ექიმებთან და უწევ მას კონსულტაციას დაჭრილების მოვლა-მატყულებასა და ევაკუაციის მიზნით მე ვთხოვდი ჩვენს ქართველებს მეტი განდობით მობიერებით და ურთიერთგაგებით მოიყვან ერთმანეთს და ექიმმა შეასრულონ თავის მოვალეობა რაც განსაზღვრება ამათობის ყოველგვარი მხარეობის და მიუხედავად მოვლა-მატყულებაში ძირფასო თანამემამულე კულტურის მოღვაწეება ყველას მოგმართ სიტუაცია ძალიან სერიოზულია საქართველოში მე არ ვიცი ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია ვიცოდეთ რა იცით თქვენ იმის შესახებ რაც ახდება სასახლეში დღეს ხდება აქ საქართველოს ძირფასო თანამემამულენო დღეს ძალიან მძიმე განსაცდელშია საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი დღეს სასახლეში იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას იცავენ ახალგაზრდები იცავენ ხნიერები იცავენ ქალები მე მიმართავ ოპოზიციის იმ ნაწილს ვინც დღეს ხელმძღვანელობს სროლას მათ შორის მე ძალიან ბევრი მიცნობს სრულიად წარმოუდგენელია მხოლოდ ილუზია სასახლის დაცემა მთავრობის დაცემა შეიარაღება სასახლისა ენტუზიაზმი მისი დამცველებისა სიმტკიცე ვაფიქრებინებს რომ ამაოა ყველა ცდა მისი დამხობისა თხოვ ძალიან გთხოვ გაუფიქრდეთ ამას ეს არის დიდი მსხვერპლი ამაო არაფერს ქართველებს არ მოუტანს ეს მსხვერპლი ორივე მხარეზე ახალგაზრდები იღუპებიან და გაუწევთ ამას ანგარიში კულტურის მოღვაწეებს ვთხოვ არც ერთი ეროვნული საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს იარაღით მოუწოდენ ვისაც იცნობენ თავის შეიკავონ სრულიად უმიზნო სრულიად გაუგებარი მსხვერპლისგან კიდევ ერთხელ ვთხოვ მე ძალიან მიჭირს საუბარი ბევრი მიზეზის გამო
მოგიწოდეთ დაუფიქრდეთ სიტუაციას სისხლის ღრა არის უნაყოფო ამაო გინდათ ძალიან გწამდეთ თავისი მიზნისა კიდევ ერთხელ გთხოვთ მადლობა ქართველებო ეს საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას რომლის მიზანიც არის ქართული სახელმწიფოების დასამარება ეს ტოლფასი არის ქართული ერის სრული მომავალი გენოციდის ეს თავისთავად ცხადია მე მინდა მოგახსენოთ მიუხედავად იმისა რომ ბანდიტები ყიან ჭორებს თითქოს აქ შიგნით სუფევს რაღაც გარკვეული განხეთქილება ადგილი აქვს რაღაც სულიერ სიმდაბლეს ეს ასე არ არის საბრძოლო განწყობილება ძალზედ მაღალია მე მინდა გარკვეულებით გითხრათ არც ერთი ის ბიჭი არც ერთი ის ახალგაზრდა არც ერთი სამხედრო რომელიც აქ არის არ დათმობს პოზიციებს ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები იმისათვის რომ გაუსწორდეთ ნებისმიერ მომხდარს ერთ-ერთი საკითხი რომელზეც მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება ყველამ ვიცით საქართველოში არის უამრავი იარაღი მოგიწოდეთ ვისაც აქვს იარაღი შეიკრიბოთ შექმნათ რაზმები და შეეცადოთ ჩვენთან დაკავშირებას იმოქმედოთ კოორდინირებულად თუ ამას ვერ შეძლებთ შეეცადეთ დამოუკიდებლად განაიარაღოთ ბანდიტების პიკეტები ორჯერ დაადგინეთ რომ ეს არის ბანდიტების პიკეტები და განაიარაღეთ ისე მოგიწოდეთ თელს ქართულ ერს აღდგეთ და დასაჯოთ ბანდიტები მე მინდა აღნიშნო ჩემი ხალხის ჩემი ერის წინაშე რომ ის უზნეობა რაც დღეს და ამ დღეებში საერთოდ ხდება ვერ გაიმართებს იმიტომ რომ ეს მაღალი რწმენა რომელსაც ქვია ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის დამოუკიდებლობისათვის ეს არის უზენაესი რწმენა და მისი ხელყოფა ვერავითარ იარაღს ვერ შეუძლია ჩვენ აქ ვართ მტკიცედ გვაქვს იმედი და რა თქმა უნდა ეს იმედი არის საფუძვლიანი მთელი ქართველი ერის მხარში ამოდგომისა ჩვენ ვიცით რომ მოსახლეობა აღშფოთებული არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების ამ ერის მოღალატეების მოქმედებით მაგრამ ამას სჭირდება მეტი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა საჭირო არის რომ ერთ მუშკად შევიკრათ აქვე მინდა ისიც თქვა რომ არის იმის მონაცემები რომ ზოგიერთი საწარმო დაწესებულებები მატერიალ თუ რაღაცნაირ დახმარებას უწევენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს და მე მათ ვეუბნები აქედან ტელეეკრანიდან რომ ნუ იზამენ ამას ნუ გააკეთებენ ამ დინძურ საქმეს და ყველამ ერთად ემსახუროს უზენაეს საქმეს რომელსაც პარლამენტი რომელსაც პრეზიდენტი რომელსაც მთელი ქართველი ერი ეწევა და რომლისგანაც მიისწრაფეს ნადარაიან მუკრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მე მხოლოდ ერთი წუთი მეგობრებო ნამდვილი სტუდენტობა დგას იქ სადაც ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს დემოკრატია სწორედ აქედან იწყება მეც მე არაფერს ვიტყვი უკვე ერთი დღეზე მეტია რაც ჩვენ შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გასულა ტელევიზიით მრავალი ჭორი გაავრცელა ოპოზიციამ თითქოს საქართველოს მთავრობა უკვე დანებდა და ძალაუფლება მართლში დაინაცვლა მაგრამ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და მოგახსენოთ რომ ასეთი საშინელება რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ ამ სამი დღის განმავლობაში ამის მსგავსი ალბათ ამის მსგავსი ვერავის არის წარმოქმნა არავითარი წარმოქმნა არ შეიძლება მიიღოს ადამიანმა რაღაც ფილმების საშუალებით ეს არის სინამდვილე ქართულ ბოლომდე როგორ შეიძლება ადამიანი მოკლას გაჟილიტოს და სულად აბსურდული რამის გამო თითქოს უკანონობით მან შეიძლება კანონიერებად დაამყაროს ჩვენ მხოლოდ ჩვენ და იმაც ვინც ეს გზები გაიარეს შეიძლება იცოდეს რა არის სამშობლო რა არის ხოროტება რა არის მწერი რა არის სამშობლოს სიყვარული ჭეშმარიტი სამშობლოს სიყვარული როცა პატარა ბიჭები ახალგაზრდები თავს წირავენ უკან მიუხედავად სიცოცხლის აძლევებს სამშობლოს და როცა მეორე მხარე აცუნებს ახალგაზრდებს ისევ თავის სკოლებზე ისევ ქართველებზე ასრულებს ეს საზღარი პროტესტა რომლის მსგავსი მხოლოდ აქ შეიძლება დაინახოს ადამიანმა და ეს ჭეშმარიტება რა არის პროტესტებისა და სიკეთის ჭიდილი მხოლოდ აქ შეიძლება გაიგოს რა არის ეს არის ისეთი მძიმე რამე ისეთი მძიმე სენი რომელიც ისეთი დიდი ცოდვა რომლის მონანიების საშუალება როდის შეიძლება მოგვიყვეს ოპოზიცია
ბინძური საქციელი ჩაიდინა, საზიზღარის საქციელი. ასეთი შეფასება მე ოპოზიციისთვის არასოდეს არ მიმიწია, მაგრამ დღეს მე შემიძლია თანამაც ვთქვა, რომ ეს არის საზიზღარის საქციელი, რომლის მსგავსი საქციელი შეიძლება ადამიანმა მხოლოდ გაიგოს, მაგრამ ვერ შეიგნოს. შეიგნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის მოხდება ასეთ პირობებში, როგორც პირობებში შეცდომა. მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, ჩვენი გამარჯვება უკვე ძალიან ახლოს არის და თქვენ უახლოეს დღეებში იხილავთ როგორი იქნება ჩვენი გამარჯვება და როგორი იქნება თავისუფალი საქართველო. მე მინდა კიდევ გითხრათ, რომ დემოკრატების უდიდესი ნაწილი მოსულია აქ იმისთვის, რომ სიცოცხლე შეძლიოს, მათ ბევრმა ფაქტიურად არ იცის იარაღის სხვა. ისინი მოვიდნენ აქ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი მოკვდნენ, თუ კი მოკვდება თავისუფალი საქართველო. დიდი მადლობა. ვერია. ოდია. ესე ვაიდავი. Chalo Kawagiga, con es mejor que solo escuelas masale, ese clases masale. Kawigi hace sagatelos situación da chamorede mistis. Con el biche bicharian, am is got it what. Let it out come. Without some show. Alga. Amen. მეგობრებო, ეს კადრები, რომლებიც თქვენ ახლა ნახეთ, ფრიად ექსტრემალურ სიტუაციაში იწერება. ოპერატორი ცდილობს ქართულ ისტორიას შემოუნახოს ყველა ის კადრი, ყველა ის დეტალი, რომელიც მომავლისთვის გამოადგება, რომელიც შთამომავლობას შემოუნახავს სახეებს იმ ახალგაზრდებისას, რომლებიც ახლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ნეტავი ერთი განახვათ მეგობრებო, როდესაც ისინი ბრძოლის ველზე გადიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როდესაც მომხდური მტერი ასე უმოწყალოდ გვაღვრევინებს სისხლს ჩვენი ქართველი ჭაბუკებისას, როგორი ომახიანობით, როგორი შემართულობით, როგორი რწმენის და იმედიანობით მიემართებიან ისინი სამშობლოს დასაცავად. მე ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ისინი მრავლად არიან და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები. ბრძოლა დემოკრატიის ლოზუნგით, რომლებიც სინამდვილეში ავაზაკებმა და ყაჩაღებმა წამოიწყეს და იმპერიის აგენტებმა, დასასრულს უახლოვდება მეგობრებო. აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს ხელისუფლება და უკვე გამარჯვებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ისევ და ისევ მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ დაიღვარა ჩვენი ახალგაზრდების სისხლი. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ კადრებზე, აი თქვენ ახლა ნახეთ, როდესაც მარტო მოცარელებულ მოედანზე ზის ერთი კაცი. როდესაც ჩვენ ეს კადრები ვნახეთ, ჩვენშიც კი გაოცება გამოიწვია, რომ როგორ მოუთმენლად კი არა, როგორ შეუპოვრად, თითქოს რაღაცა სიჯიუტეც კი იგრძნობა მის ასეთ პოზაში, როდესაც ის ზის სრულიად მოცარელებულ მოედანზე და მის გარშემო ტყვეები დაზუზუნებენ. თითქოს ამით იგი პროტესტს გამოხატავს. აბა ესვრის თუ არა მას მოყვასი მისი და სამწუხაროდ აი როგორ თქვა, იცი, აი ადამიანი, რომელიც ცდის თავის მოყვას, თავის თანამემამულეს, მას უიარაღოს ესვრის თუ არა, სამწუხაროდ სწორედაც რომ ესროლეს. გაიმეტეს იგი სასიკვდილოდ, მეგობრებო, და ასე სასიკვდილოდ ამ ავაზაკებმა ბევრი გაიმეტეს ექიმი, რომელიც გადიოდა ბრძოლის ველზე, რომ დაჭრილები შემოეყვანათ. გაიმეტეს ბევრი ადამიანი, რომელიც მიდიოდა სრულიად თავისი გზით და არავითარი მათთვის დანდობა არ არსებობს მოყვასისადმი. მე ეს სხვათა შორის საკუთარ ზურზეც კი ვიწვნე, როდესაც უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდეს უზენაესი საბჭოს შენობაში და კინაღამ ჩვენ ყველანი მისი მსხვერპლიც კი გავხდით და აი რაზეა ლაპარაკი ყოველივე ამის შემდეგ, რა გამართლება აქვთ მათ საქციელს, როდესაც დადიან, დაძრწიან და კიდევ ცდილობენ იმის გამართლებას, რომ მათ თითქოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ანგარიში გაუსწორა. ეს არის მტკნარი სიცრუე. მე აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს,
ეროვნული ხელისუფლება მყარად დგას, ჩვენი პრეზიდენტი მყარად დგას და იგი მუდამ იბრძვის და იბრძოლებს საქართველოს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს მომავლისათვის. თქვენს გისურვებთ გამარჯვებას, იყავით ჩვენთან ერთად, გამოხატეთ თქვენი თანაგზნობა, თქვენი მხარდაჭერა ჩვენ ახლა ისე გვჭირდება, როგორც მაშინ, როდესაც მრავალპარტიულ არჩევნებში პირჯვრის წერით აძლევდით ხმას ეროვნულ ხელისუფლებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო, ღმერთი გფარავდეთ.